ეს ჩიგრინსკი მოგწონს? ოპერაციაზე ხარ? ბოდიში. მაპატიეთ. ოპერაციაზე თუ რეგეც არ წამოხტეს ფეხზე რა. Დილამშვიდობისა, პატრონო ირაკლი. როგორ ვისვენებთ? კარგი რა იცი ხოლმე ეს რა მაღაზიაში თუ იყავი ერთი ლუდი მე ვერ წამომიღე. ვაიმე, ვიფიქრე ირაკლი. მერე? მერე და მე უკეთესი მოვიფიქრე. რა? აი, სიტყვაზე და საქმე წამოგიღე. Tatolleri nakitib ramipo, აბა როგორ გინდა? ოჰო, შენია ეს, მინდა და მე შენ წამოგი. აი ეს სხვა საქმეა. მოდი. დამოიფიქრე. მოდი ჩქარა არაფერი და ო, რა ხდება? ნახე. პენსიებს ლაპარაკობენ, დაუგდო. დათო რა, როდის უნდა დაიღალო მითხარი რა, რატო არ იღლები? მე რა წესი არ უყურებდი მე ესპანეთის ლიგის მიმოხილვას? მე რატო გადარდე? არ მაინტერესებს საერთოდ გამურთავ ხე. ეს. მომეცი აქ. რა? მომეცი პულტი. არ აინტერესებს ამას. შენ არ გაინტერესებს, მე მაინტერესებს. ოდო თუ გაინტერესებს, უყურე ბატონო და ტელევიზორის დენის ფულის შენ გადაიხადე. რა? დიდი ხანი არაც, ჰა? კარგი რა ირაკლას, ნუ საგას შანსი მომეცა რა. მაცადე რა გამახარი რა ცოტა ხარ. მიდი გედი. ირაკლი. საწყალი მაკრინებებია. ხო. ეს დილით. ვიზიარებ. არა ისე ხარ. ირა, 103 წელი. ხუბრობა ხო არა? მარიკა. რა მაინტერესებს იცი? თამარმა გითხრა ეს ამბავი თუ რას დაკვევა უჩი. აჰა, დაიწყო ეხლა. სადარბაზოში შემხვდა შეწუხებული გოგო და შემოვყევი. თამარჩიკ, ნახე, დაუგვირდი. ესე იგი, მე სამსახურიდან წამოვედი. ხო? იქით საწყალი მაკრინე გარდაიცვალა. აქეთ ამან ულვაშები მოუშვა. რა თვეა თამარ ეს? რა ხდება? რა ვიცი მე? ისე თამარ ნახე ხა დაფიქრდი. მაკრინე ბებიაც გარდაიცვალა. თქვენი თაობაც მიდის? კარგით ახლა მართლა სულ უმაიმუნოთ რა. რა არიცი? მაკრინეს გარდაცვალება მე მაინც გონია რომ არის სოფლიო მნიშვნელობის მოვლენა. ჰა? აი დაუგვირდი თამარჩიკ. მაკრინეს სიკვდილის გამო სოფლიოში საშუალო ასაკმა მინიმუმ 10 წლით დაიწყო. თამარჩიკ ეს სომალის და პოლინეზიას. თან ეხლა კიდე ირაკლი იცი რა არის? ეთყობა მაკრინემ ინერვიუა და აი. მე ინერვიუ. და გაიგო რომ სიძე უმუშევარი დარჩა და აჰა.
თამარჩიკ, აი როგორი ამოუცნობია ადამიანის ბუნება რა. როგორი ისეთი რთული სტრუქტურაა ეს ადამიანი. გაგიჟდები რა. აი შენ ახლა რამხელა სტრესი გადაიტანე დილას, რა თან, ხო? ხო, სტრესი, როგორი ნერვიულე, თამარ, ისე ინერვიულე რა. ო, ხედავ, აი ხუმრობაც დაიწყე, თამარჩიკ. აბა როგორ? ირაკლი. ეხლა რამდენი რამე არის არა გასაკეთებელი? შენ ნერვიულად ჩამარიკუნა, ყველაფერი იქნება უმაღლეს დონეზე, ისე როგორც მაკრინეს ეკადრებოდა. ხო. ია. ასამით ცხოიმა. მე რა მახსოვრობა ქონდა, აბა. ყველაფერი ახსოვდა. აბა გაგიჟდები თამარ რა. პირველი მსოფლიო ომი ახსოვდა, კაცო, მე მიყვებოდა დრეზდენი რო დაბომბეს, ისიც მომიყვა. და ისა, კაცო, ტიტანიკი რო ჩაიძირა. აბა, ესეც ახსოვდა, კაცო. ირაკლი, რა ადრე ხალხი იყო და მახსოვრობა ქონდათ, რას კარგი. ეს თქვენი თაობა ხო თან? დაიმე. სალომე, გამორთე მუსიკა ეხლა არ არის მაგისი დრო, ძალიან ცუდი ამბავი დაგვემართა. რა მოხდა თამარ? ნახე, განადგურებული ვარ. მარიკას ბებია დაგვეღუპა, მაკრინე. როგორ? რა ვიცი მე როგორ იღუპებიან ხოლმე. ციგი, ან გოგო სანდროს ხით არაფერი, აინტერესებს. სალომე. რა მოხდა, იჩხუბეთ კიდე? ვინ გამოიყვანე ახლა ცოლად? რა ცოლი თამარ რა არის ის ჩვენი ამბავი არ გაგიგია? რა და ნათესავები აღვწევ. ნათესავები? ეს როგორ? რას ქვია ნათესავები? რა როგორ ხდებიან ხოლმე ნათესავები? კაი დაქოქილი ყოფილა. როგორ სანდრო? ვიც ვერ გავიგე. ესე იგი მე მამა ჩემი ბაბუის ამის ბიძაშვილი. ხო, თამარ მე არ ვიცი რა არის. ესე იგი სანდროს მამა და ჩემი ბაბუის მეორე ცოლისგან შვილი ყოფილან ბიძაშვილები. ესე იგი ბაცადე. ბაბუი, მამა და მეორე ცოლი გან. სკი როგორც იუზა და გერონტი. რა იყო? იცი რა გამოვიდა რომ მე იუზა ვარ და ეს გერონტი. აბა სალომე, აბა რა გეგონა? გათხოვება ესეთი ადვილი რო იყოს. ისე თქვენს ადგილას მე მაინც არქივში გადავამოწმებდი. რა იცი რა ხდება? მოიცა თამარ და ასე შეიძლება მისვლა არქივში და შემოწმება? რა თქმა უნდა, აბა რა. ხა ლაშა ტორონჯაძეს ისე შემოუშვებდი საფრთხე რომ არქივში არ შემემოწმებინა. ბავშვი არ იყო სალომე რა. მიდი ერთი წვენი წამომიღე რა. მიდი. ახო მადლობ თამარ. თამარ შენ ვერ ხედავ ვახო ვიღაც გოგოსთან ერთად როა? ხო? ეგეც არის. ბიძაშვილია ვიცნობ. არა? ბიძაშვილები ეგრე თვალებში არ შეციცინებენ ერთმანეთს. თქვენ კარგად შეციცინებთ ერთმანეთს?
20 კილო ხორცი. რა თქვით ეხა ფაუჭი? გვინდა დად. ალო. ხო, მე ვარ გოგი. ხო, აბა. არ ჩვენ გჯეროდა. ხო და ისა ხო რა თქმა უნდა ისა მისამართი ხო იცი კარგი გოგი კარგი რა ამჯეროდა როგორ დაიცვალო? არა აქამდე რო ცოცხალი იყო ირაკლი, მოდი, მივხედოთ ახლა საქმეს რა ჩვენ 1000 რამეა გასაკეთებელი. თავს ხო არ შევირწყვეთ არა? ავინაწილოთ ახლა საქმეები და მართალი ხარ, ესე იგი, ორგანიზება ჭირდება ყველაფერს, ლაშა. ჩვენ ერთ ეს სია რომელია ეს არის. ირაკლი, ეს მურთხი რა არის? ეს მურთხი ზუთხი ზუთხი ხო, საათ გავჩერდი, ორგანიზება ჭირდება ყველაფერს. ხო, ესე იგი, ის ქელეხში თავი კაცი იქნება დათო. მე რატო? გულაშენი გაგდა მოგიხდება. ვიცი ხა არ უნდა ვიცინოდე, მაგრამ ეს თავი კაცი. კარგია, ეს ქელეხის სუფრა ხა როგორი? ო, ქელეხის სუფრა სანდრო უნდა იყოს ლაშასავით. ეგ როგორა? როგორ და ლოკოლობიო. ჩამწრებული სუფრა. ირაკლი. აგიდა. იცი მე რა ვფიქრე? რა იფიქრე? მოდი სანდრო. აქ დაჭიკე. მაინც ინერული ამდენი და ტელეგრამი არ ვიდა. მოკლედ რა მოიფიქრე ირაკლი ხამია? იქ რესტორანში მზარეულებმა რო არ იმაიმუნონ. მიუჩინოთ ლაშა. სუმაიც უნდა იყოს და რამშო. არა? უფრო მეტი დაგვაკლდება. თავი კაც. ოჩა, სანდრო, მართალი ხა? კარგი ბატონო. არ მინდა ამ სამზარეულოში არ ვიქნები, მაგრამ ხორცს მოვიტან, თევზს მოვიტან, ღვინოს მოვიტან, წანილს მოვიტან, რაღაცას მოვიტან, არის რა. ლაშა. რამდენჯერ უნდა გითხრა? სულ მაგას გეუბნები, ლაშარო. რაც იჭმევა და რისი დალევაც შეიძლება, იმას შენ არასდროს არსად არ მოიჭრე. გასაგებია? ყვავილებს მაინც მოვიტან ირაკლი. მოიტანოს ყვავილები შეიძლება. შენ? თავი კაცი? მე ირაკლი მაპატიე რა ვიცი, ასე დროს უარის თქმა არ შეიძლება. არქივში ვართ მისასვლელები მე და სალომე ხო იცი ჩვენი მოვიდა. მე მოვა ხო. არა, რა პრობლემაა, სანდრო, შენ მაგაზე არ ინტერვიულო. შენ რომ მოხვალ ქელეხში, სანდრო ერთხელში აი კიტრი, მეორეში ლიმონათი და მაგიდებს შორის ირბინა. შენგან მეტი საჭირო არაფერი. აბლობაია. აჰა, კარგი, სია, ხალხი სია სადა გაქვს? აი, ჰა? მოიც, აქეთ დავდი. სადა? მოიც. აჰა. ესე იგი, ესეც ხალხის სია. ყველა გავაფრთხილე, ყველა თავის დროზე მოვა, ვინც საჭიროა, რა თქმა უნდა. ერთადერთი აი სამსონ და ზაქარია ბაბუას ვერ უთხარი რა. რატო, კაცო, რატო? გარდაცვლილები არიან სანდრო. ასე ყველა ერთად არა უშავს ირაკლი.
იმათ მოსვლამდე არაფერი გეტკინოს ჩემოდათო და არა უშავს, არა უშავს. მაგას თვითონ მაკრინე ეტყვის. კარგი, ახლა მოვემზადოთ და აი რა. აი დაეტაკე იმ დღეს იმ ჩემ შავპერანგს და ჩაიცვი ერთი მეორე. მე რა ჩავიცვა დღეს პანაშვიდზე? რა ჩაიცვა და? ბასურას მაიკა ჩაიცვი და აი შავი საკულოვი გაიგე. ირაკლი მაკრინეს დაბადების მოწმობა დაგჭირდება რეგისტრაციისთვის, ხო გახსოვს? ვიცი, ლაშა, ვიცი, მარიკამ წამოიღო უკვე უჯრაში მაქვს საძინებელში. ესე იგი 1906-ია დაბადებული და დაბადების მოწმობაზე ხელს მაზრის პრისტავი და ბოქაული აწერა. ბოქაული? იგი კიდე რა დაგვრჩა? აჰა, რა არის ეს ანანო? გარჩეოდა. მე ეს რა გარჩეულია? აი ეს რა გარჩეულია? აი ეს რა არის? რა არის? გარჩე თავიდან. მიდი. აი რა, თამარ, ჯერ რა დროს ბრინჯია? კარგი მარიკა, საქმეს წავიგდებ წინიცი რამდენი რამე გამოჩნდება, იქ საქმე გასაკეთებელი. ახლა კიდე ხალხს ავალაპარაკებ, რომ ვერ მოაბა თავი ვერაფერსო. სად წავიდა ახლა ამდენ ხანს ქეთუ? ხო, ვედი. აბა, მარი, შენ არ ინერვიულო? არ სვამენ. მე ლაშიკოს ჩემი თავი დავაფიცე და წვეთსაც არ დავლევო. გასაკეთებ შენ. რაც მე წავედი ეს დაარჩიე მარტო ანანო რა არის? გადამიყარა და. ვინ? მართალი იქნება. გასაკეთებ. დიდი მადლობა გოგოებო რომ მეხმარებით. აი რა ჰა, დაიწყო ახლა. დაიწყო ახლა მთელი დღე მომდე ლაპარაკოს და თავი უნდა გვატკინოს. ბაცადე, ჩვენ აქ საქმეები გო სასაუბრო გვაქვს. თამარ მიდი დაიწყე შენ, მიდი. ესე იგი. აბა, აქ ვარ. ყველას კარგად მოგვეხსენება რომ გარდაიცვალა მარიკას დიდი ბებია მაკრინე კვიციანი. და ჩვენ ვალდებულნი ვართ გავაკეთოთ ყველაფერი წესისამებრ. დიახ. ბოლომდე ამოვწუროთ ჩვენი რეს რესორი. აი, თელი დღე ლაპარაკობ, თან სისულელებს. ხო ხედავ რა რესორი რა. კარგით, ახლა რა დააშავა გოგო? დავაშა. მოდი, ანანო, შენ დამეხმარე სურათების არჩევაში. სად მიდიხარ? მომდე დამეხმარე სურათების არჩევაში. მიდი რო გეძახის მერი ადამიანი, მიდი. მიდი გარგონი. ქეთო, მიდი შენ კასეტები მოიტანე, პანაშვიდის მუსიკა აღარჩიოთ. აჰა. ეს რაკნა დაყარა და გაანება, მიანება თავი. მიშველი არ ჩამოვარდე რა საკეთე. იცად, აი აქ მახსოვს რომ აი აქ შევინახე. აბა მიდი, ნახე რაკნა, ამ გოგოს აბა რა უნდა და ამას რა უნდა და ეს არის ხო ბინდის გარჩევა, ეს მიდი ჩვენ საქმეს მივხედოთ, მიდი ერთი მუსიკა. იმასიზა, მოკიდეს. აჰა. ეს კასეტა. აბა, მიდი. ნახოთ ახლა. ეს რომელი ეს იმ დღეს რომ უსმენდი. ის კაცო. ორა კარგი იყო. აბა, მოიცადე. როგორ გადაგება. მოიცადე, აჰა, რა მოგივიდა. მიდი. ვაი, მე არა, თამრი ეს იყო მართას პანაშვიძე. არა, უხერხულია. არა. ეს აბა, მოიცადე, ეს ამოვიხილა თავდა. აბა, მიდი, ეს ხო? აჰა. მიდი. მიდი. მოიცადე, აჰა. ხედი. ესე იგი რა, ჩვენს კარგი სიტყვა. რა, ნახე, გატნა, უხარისოა ყველაფერი. მიდი, რა არის არაფერი. მიდი, აბა, მიდი.
ვაიმე, არა ეს 60-70 წლის ხალხშეიფერება, არა ეს მოიცადე, აი ეს, მოიცადე, აი ეს ნახე, აბა, მოიცადე, კარგად მოусმინე. მოიცადე? მიდი, ჩარ. აჰა. ეს იყოს ეს. მიდი არ შეგეშალოს ეს. აბა, ჩვენ მუსიკა უკვე შევარჩიეთ, აბა თქვენ რაკენით გოგოებო? ელი ჩვენ შევარჩიეთ. ზარი, მარიკა, ეს ხალი სულმოხუცი იყო. აი ნახე. ნახე, ანა, ეს კარგია. ეს კაჩვენი, აბა მაჩვენი. აი, მაჩვენი. ნახე. ვაიმე. აი, როგორ უხდება ქალს თავზე ჩიხტიკოპი. არა ეს. მომე სურათი, მე ხა იცი რას ვიზავ მარიკა, გავარდები ხა მე ჩემი მანქანით და ამ სურათს გავადიდებინებ. მომისმინე ახლა შენ კი არ გავარდები შენი მანქანით, შენ წახვალ მანქანით და შენ მანქანას გავარდება რამე ნაწილი. კარგით, ჯობია ის მოვიფიქროთ, ვის როგორ გავაგებინოთ მაკრინას გარდაცვალება. მარიკა, შენ მაგაზე ნუ ინერვულებ, ჩვენ აქ აბარისთვის ვართ, ჩემო კარგოთ, მე მოდი. ყველაფერი მიზად მაქვს. ეს ბრინჯი დრამის არა. მომეცი. როგორ დავიწყოთ? იცი, აი ისე. ისე. ხო, აი ესე მიდი აბა. ესე იგი. შვილები. შვილიშვილები. შვილთა შვილები. და შვილთაშვილის მეზობლები თამარ და ქეთევან ფონტები. თამარ და ქეთევან. ერთწუთი, ხო? ფონტები. იუწყებიან რომ გარდაიცვალა მაკრინე კვიციანი სანოძისა. სანოძი. ვაიმე, თამრი ეს რა წელი დაგვიდგა? ჯერ ჯექსონი ახლა მაკრინე. ვაიმე, ნუ მეტყვი, ნუ მკითხავ, ნუ გამაგონებ რა. მარიკა, შემომხედე ესე იგი, ჩვენ ამას ჩემო კარგო გაზეთშიც დავბეჭდავთ, სადარბაზოშიც ესე გამოვაკრავთ. ხო და მასე რა ქვია, ოდნოებზეც დავდებთ სტატუსად. ხო? ვაიმე, აი გამაგიჟა მარიკა გოგო, რა. მთელი დღე ლაპარაკობს, მთელი დღე სისულელე. რას ნიშნავს მთელი დღე ლაპარაკობს? ერთი სურათი გავადიდო სურათი. დამელაპარაკე, გამეცი ერთი წუთი მე დამწუხრებული რა და მე შემერეებს მიბედავ აქ, ა? რა? გადაიხე. მათე. კარგი რა, ყველას ხო არ იმღერება რა. ისე ამ პატარა ბიჭეს ამ ხელახმა საიდან ამოზდის მე არ ვიცი. ხმაზე გამახსენდა მარიკა. იცი რა, ილონა ნათლიას ვეტყვი, კარგად ტირის და მოვა. არ არის პრობლემა. არა, ეგ ნამდვილად არ არის საჭირო. წავალ მე გოგოებო, ხო? ხარ უკვე მარი? დროებით აბა. მარიკა, მომისმინე ახლა შენ ძალიან ნუ იმას იზავ, მაინც ახლა ხო იცი ბავშვების პატრონი ხარ, არ შეიცი იქ პანაშვიდებზე რამე თბილი წამოიღე. ხო იცი ახლა იქ ვართ და აბა ხო. ეს გოგო ისე რაღაც, რაც იმშობია რა ცოტა არ მინდა არა. ნუ იტყვი ახლა, არ მინდა. არგი, თამრი ახლა გამახსენდა დილით დარეკა იუზა. ისე ეწყინა მაკრინეს გარდაცვალება და ისა გეხვეწები თამრი, მე არ დამავიწყო. იუზა ვერ წამოვა და ჩვენ რამე საჭმელი წამოვიღო და სახლში ეტყვის შესანდობას. გამარჯობა. აი ეს არის მოწმობები. და გვინდა ვნახოთ ჩვენი წინაპრების დაბადების და ქორწინების ჩანაწერები თუ შეიძლება. სულ ყველა წინაპრის? კარგი და სანდრო. შეიძლება. კი. ეს ბუნწერეთ ხენ. მოწერე. მახარაძე. მე და ახლა მენდელსონის მარში ჩაერთვებოდეს. მინაშვილი.
ხმოვე მოვწერდი და მოგიტანთ. უკაცრავად აი ეს გრჩებად გავგეტანა. არა, ამას ვტოვებ. ამის ანახავად ისე ხშირად მოდიან, რომ ჯობია მანდ იყოს. ხლონტი. გასაგებია. ახლა ის წიგნი უნდა მოიტანოს, ნახატებიანი წიგნი. ხე რო ახატია და სახელები აწერია? არა, სანდრო, რა ნახატებიანი წიგნი. წინაპრების ქორწინების და დაბადების ჩანაწერები უნდა მოიტანოს. აუ, აჰა. ხო. კარგია. აი. აი მოდი. მივეც. ის ჩვენია? ხო. აი ეს. აი ეს სანდრო, ეს მეგონი შენია. ეს ჩვენია. დიდი მადლობა. რამდენი ბებიები და ბაბუები მყოლია. აი. ესე იგი, მომისმინე. ბებია ბეყოშვილი გაყვა ჟღარკავას. იმისი დედა ფეხშველაშვილი უჯმაჯურიძეს. იმისი დედა ნასყიდაშვილი ყაჭიურს, მერე დოჭური დადიანს. დადიანს? ხო. რა კარგად მიდიოდი რა. შენთან ახლა. ესე იგი, ჩემთან. შენთან ახლა. ბერიძე ნაზიაშვილისა, ქორიძე მინაშვილისა, ვალიაშვილი კილაძისა. სანდრო, ეს მამა შენის დაბადების მოწმობაა? ხო, რა. სანდრო. რა? ეხლა ჩვენ უნდა ვნახოთ შენი ბებიები და ბაბუები. ბებიები და ბაბუები ჩემი როგორ უნდა ნახოს? ნამდვილად ასეა. გაიგე სანდრო? გავიგე. აუ. რაო და ესე იგი შენი მამა ჩემების ბიძაშვილი არ ყოფილა. ანუ ჩვენ ათესავები არ გამოვდივართ. და ეს ცუდია, ხო? ხო, კარგია, ვიდრე ცუდი. ეგ როგორ ამავდროულად? არა, სანდრო, ესე იგი მე ისევ მიყვარხარ. ო. ესე იგი მეც ისევ მიყვარხარ? ხო. საბუთ. საბები კინტარჩება. ეს გილოცავთ. არა ნათესავ. ნატო. ხო, თამარ. დღეს მე ადრე უნდა წავიდე, რა ცუდი ამბავი დაგვემართა ძალიან. რა მოხდა? ახლობელი გარდაგვეცვალა. ვაიმე, თამარ, როგორი ახლობელი? ვაიმე, ძალიან ახლობელი ნატო. ნათესავი? არ მინდა ეხლა მაგაზე ლაპარაკი, ძალიან ცუდად ვარ. თამარ, მოდი. ეს შენი ბახუ არ არის? ხო. და ეს გოგო მინ არის? ეგ ვიშა. ნათესავია ვიცნობ მაგას. ხო. შენ თუ ცუდად ხარ, მაშინ მე მივხედავ კაცს. არა, იყავი, მივხედავ ეხლა რაც არის ეგ არის ხო. ბახა. ნადა. თამარ. რა გინდა აქ შენ? არაფერი, მეგობარს რაღაც უნდა უყიდო და მაცაცო. მოდი. მაცაცო, ეს არის თამარი. ცესია მამა. როგორ ახარ? ხო, აი ესე ვექცევით ხოლმე ყველა ახალ კლიენტს ჩვენ აქ. აი ეს, ხო. მაცაცო, თამარი ჩემი მეზობელია. ძალიან კარგი. არა, მე კი არ ვარ მეზობელი, შენი. შენ ხარ ჩემი მეზობელი. ხო. უკაცრავად მე დაგტოვებთ, რაიმე სავარჩევ. თამარ. ხო კარგი გოგოა. შენ ვერ ახარ კარგად ხო იცი? ხარ, მართლა მე მგონი მოუწონდა, იცი? და დამეხმარე რაღაცა მინდა ესეთი კარგი რო უყიდო ესე.
შენ თუ ამას მოწონხარ, ესე იგი ამ გოგოს გემოვნებაში რაღაცა პრობლემა აქვს და მართლა თამარ, მერჩი რა უყიდონო? გირჩიო? გამოიწეკეთ. აი ხო, მაღაზიიდან რო გახვალ, იქ კაცი ყიდის მამალოებს და მამალო უყიდებს. აჰა, გირჩიო. ბახუნა. ო, ბახუნა. აი, ეს მომწონს. მართლა? ხო, მაგრამ ხო, კარგია. კი, ძალიან კარგია. გასახდელი საით არის თამარ? მარცხნი. მარცხნი ვარ არის. თქვენგან მარცხნი, გოგონი. მოიცავთ მე გაგაცილებ ეხოს. ბარემ შეხები გასახდელში. ბახო, შედის არ ჩემ რამეს? არა, მე. არა, გოგო ის თავის ჯროდის ყიდულობს რამეს. ნათესავია რაიონიდან, ხო? და იმას ყიდულობს რაღაცებს, ხო? აი. აბა როგორია? ძალიან კარგია. არა, კი კარგია ქვედაბოლო. მაგრამ თითქოს რაღაცა ვერ ჯდება ტანზე. მე მოსაცმელზე ვაბ ქვედაბოლო ჩემია. შენი. ხო კარგია, ვიყიდო. ხო, რა ვიყიდე, მე ძალიან მომწონს თუ მოგწონს. დაათვალე კიდევ თუ რამეს ნახავ. ხო, ვეღარაფერს ვეღარ იყიდით აქ. მეცელა. შატო თამარ. აწერია მაღაზიას რომ არა, გარედან აწერია რომ ღია, არა. გარედან რა აწერია, მე არ მაინტერესებს. შეხედე შიგნიდან აწერია დაკეტილია. გამოდი რა გამატარხე რა. აი ესე, მთელი სანათესაო ჩამოდის და ეს ყიდულობს ეს აწყალი რა. ირა, ესეცი? ირა. ესეცი? ჭიჭიკია, ის ბიჭიკია, სტატეულება. ოი, სანათა თუ მივიდა. მითხარი შენც კიდე რაღაცა რა. სირცხვილია, დათო ვიღაცა რომ მოვიდეს გავართ ამ ხელა ხალხი და ვიცინით მთელი საღამოა კაცო. მაგას რა ენაღვლება ირაკლი? მაგას რა ენაღვლება? ულაშებში იცინის და. ძალიან გთხოვ დაწყნარდი ჯერ ხალხი არ მოსულა. არა. მარიკა სად არის? სად იქნება მარიკა ოთახშია, ამოგივიდა. ვაიმე როგორი დიდი ბაბუის მეორე ცოლი დაკარგა დათო დათუნა. მიზიარებებიას დათუნა. როდის? გუშინცი. მომისმინე. ხვინო გასინჯეში. ხო, გავსინჯე, მაგრამ რა ვქნა. არა, წესიერად გასინჯე თუ შენ რო იცი ხოლმე ისე გასინჯე. არ შევწყვეთ ხალხი მოვა და ხულია. წესიერად გავსინჯე, რა ვქნა. ირაკლი, შენ ვერ გაიგე. ხო იცი ხა გამყიდველების ამბავი არა. შეიძლება გაგასინჯონ, კარგი ღვინო და მე გამოგატანო ცუდი. მე ირაკლი რა მიეცი რა გასაგები რა წავიდეთ და გასინჯეთ რა თვითონ. ავიდი და. აჰა, დაწავ. არა, მე ხა წავალ და გავსინჯავ, აბა ძმები ხარ. ცოტა ხანი აქ დავდგები რა. ქეთევანი ისეთი სიცოცხლე ვერ ვიყავ. დათო შენ კიდე რა დაგემართა გაგეპარსა ულაშები რა. სადარბაზოდანაც არანაკლებ გაგმებული ხალხი შემოდის. მეცინება. მარიკა, მოვედი. ხო? კი. გავაკეთე. სურათიც გავაკეთე, ბალანსირებაც გავაკეთე. აი სურათი.
რა არის? არა, ანანო, შენერია, შენერი. კიდე კაი, ჭიქაზე არ მაისურზე არ გადაიყარა. ქეთევან, რა, თამარ. მოასილე იმას, კაცო, გაიყარე სამსახურში. მიდი, ხო. კარგი, წამოდი და რამეს მოვახერხე, წამოდი. ჩანკაი. ვიცი მე უყვარდაო და ჩაუბრდეს და ამეკვიატა რა. ირა, მომილოცე, ირა. არა, ნათესაები, მომილოცე. მოი, სანდრო, ხერხულია. უი, ხო, ვიზიარებ. ვიზიარებ დათო. გილოცავ სალონე. შევალმე. აუ, დათო, რა მაგარი დღეა, ნეტასო ასეთი დღეები იყოს. აი, მაგარი. მოიგეთ ისე როგორც საჭირო ეხლა. ვა. გოდიში. მე ვიცი როგორც უნდა მოვიქცე და მომზადებულიც მოვედი აქ ეს კი არ მოსულა რა. რა საკეთებს არა? რა და სადაც ყოფილა მე სულ ასე შვებიან ხოლმე. აი. ეს პრობლემი. იქ უნდა დაგეტოვა სალომე იქ. არა, ეს სანდრო მეჩუქა. გოდიში. ხალხები არ შემოხვალ, ნახე მარიკა უხახულია. ხო, შევა, ირა, რამდენი წრე უნდა დავარტყა? 1 თუ 3 დამოვიდა. 1 სანდრო, 1, ოღონდ ძუნძულით. გასეუნები, ამის სირბილი მინდა ხა შეგიდეთ მე. შეგიდე რას უსმენ ამას? შენ ერთი წელი დაარტყე და გამოდი, მიდი. რაიმე, დიდი მადლობა რომ მობძანდით და დაგვაფასეთ. გმადლობთ. ვიზიარებ. გაცილება შეიძლება. შევედი. ის თამარჩი. ესენი ვინ არიან, ვერ ვიცანი? ერთი ულვაშებიანი. არის იუზას კარის მეზობელი საშა. საშა? ხო. და მეორე რამინი ხო იცი? რამინი? ხო. ხბორო დაკარგა? ხო. დავრეკე ვანში ჩვენებთან ვუთხარი ესეთი ამბავი დაგვემართა მეთქი და გამოცვი. ვანიდან ირაკლი, ესე დროს თუ არ დაუდექით ერთმანეთს გვერდში, რას მელაპარაკე? ვიზიარებ. მადლობა. ვიზიარებ თამარ, ვიზიარებ. აი ასეა თამარჩი. აბა როგორ? ასე გაჭირვებაში გვერდში თუ არ დაუდექით ერთმანეთს. აი მე აღარ შემიძლია. წამოდი თამარ სახლში აღარ შემიძლია ტირილი მშია. წავიყვან მე ამას, წავიყვან. მიდი, ნელა. აბა, როგორ არის? რა ვიცი, ყველაფერი კარგად არის მე მგონი. რაც მითხარით, ყველაფერს ვასრულებ. ესე იგი, ჯერ ყურადღებას არ ვაქცევდი. მე გვერდთან ერთადაც ხედავდა, ხო? ოჩახ.
მე მინდა გითხრათ, რომ ეს გეგმა 100%-ით ამართლებს. ეს რას ნიშნავს? ეს რას ნიშნავს? რას ვიყურებ? რას ნიშნავს ეს? რომ გადავდივართ მოქმედების მესამე ეტაპზე. და რა შვებით? ამას უყურებთ. ეს ძალიან სერიოზული ეტაპია ბატონო ვახო. ეს ლაპარაკობ. კარგი კახური ღვინო მაქვს. ტანინით. შედი. მიდი. რა გარკვე? ძალიან სერიოზული გეგმა მაქვს ვახოსთან დაკავშირებით. მიდი დაიწყე. თამარ, ეს ისეთი სერიოზული გეგმა, ეს უცბად არ გამოვა. აბა, მაღაზიიდან წამოვიღე კუბოკრული პერანგი და ალბათ გექნება კარგად. მოდი, შემოდი.